ეს სკანდალური ინფორმაცია ესპანელმა ევროპარლამენტარმა ნაჩო სანჩეზ ამორმა გათქვა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ფორმატში, თუმცა არ დაუსახელებია იმ ქართველი მაღალჩინოსნების სახელები და გვარები, ვინც ევროკომისიაში და ევროკავშირის აღმასრულებელ სტრუქტურებში რეკავენ და აინტერესებთ, როგორ შეიძლება სანქციების შავსიას თავი დააღწიონ. ნაჩო სანჩეზ ამორმა პრაქტიკულად ქართული ოცნება ამხილა და ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რომ ივანიშვილის გუნდს ევროპული სანქციები ადარდებს, მიუხედავად იმისა, რომ მათ განცხადებებში საზოგადოებას უმტკიცებენ, რომ ევროპარლამენტის არც რეზოლუციები ნიშნავს რამეს, რომელიც სანქციების მოთხოვნას გულისხმობს და არც ის დაწესებული სანქციები, რომელიც ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა ბიძინა ივანიშვილის გუნდის მაღალჩინოსნების წინააღმდეგ მიიღო საუბარია ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, ასევე გერმანიის, ჩეხეთისა და პოლონეთის მიერ დაწესებულ როგორც სავიზო, ასევე ფინანსურ სანქციებზე. პირველად ჩვენ ქართული ოცნების ერთ-ერთ მაღალჩინოსანს თბილისის მერს კახაკალაძეს ვკითხეთ, ვინ რეკავს ევროკომისიაში და ვის უნდა სანქციებს თავი დააღწიოს. კახაკალაძე სისულელეს უწოდებს ესპანელი ევროპარლამენტარის მიერ გავრცელებულ განცხადებას და დაჟინებით გვიმტკიცებს, რომ მისი ინფორმაციით ეს არის არასწორი ინფორმაცია ქართული ოცნებიდან, მისი მტკიცებით არავის აინტერესებს ევროპული სანქციები, რადგან სახელმწიფოს ინტერესებზე მაღლა პირად კეთილდღეობას ქართულ ოცნებაში არ აყენებენ, თუმცა ფაქტი არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილის გუნდის წევრებს ადარდებთ ის ქონება, რომელსაც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში ფლობენ, ვილებს ესპანეთში, ასევე აქტივებს ბელგიაში და საზოგადოებისთვის არის ასევე ცნობილი ისიც, რომ ქართული ოცნების არაერთი ჩინოვნიკი ოჯახის წევრები ცხოვრობენ წევრ სახელმწიფოებში, იქ ფლობენ ქონებას და ბუნებრივია მათ ადარდებთ საკუთარი თავის და ასევე მათი ოჯახის წევრების მომავალი ევროკავშირში. რომელი რეკავთ პარტიიდან? სისულელე შეიძლება თქვენთვის სისულელეა, მაგრამ ჩანს, რომ რომელიმე წარმომადგენელი თქვენი პარტიიდან რეკავს და ადარდებს, ესე იგი, ქონება ევროპაში. რაგი პასუხი შეულებრივი სისულელი და აბსურდი. სანქციები არ მოქმედებს თქვენზე, ბატონ კახა? სანქციებთან დაკავშირებით ხო ბევრჯერ ვისაუბროთ, ბევრჯერ გითხარით, აგიხსენით. ფაქტია, რომ ვიღაცებს აწუხებთ. როდესაც საქმე ეხება ქვეყანას, შენ სამშობლოს, ქვეყნის ინტერესების დაცვას, არანაირი სანქცია აქ ვერ იმოქმედებს. არიცით ვინ რეკავს თუ არ დარწმუნებული ხართ, რომ არავის ადარდებს? დარწმუნებული ვარ, ეს არის ძალიან დიდი სისულელე. ის, რომ ევროპული სანქციები და ევროპარლამენტის რეზოლუციები ქართულ ოცნებას ადარდებს, ამაზე მეტყველებს ირაკლი კობახიძის მცირე გადალაპარაკება ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, ასე ვთქვათ, ევროკავშირის ერთ-ერთი ვიზიტის დროს, ასევე ამაზე მეტყველებს ქართული ოცნების თავდასხმები ევროპელ პოლიტიკოსებზე, ისინი ხშირ შემთხვევაში ევროპარლამენტის მიერ დაწესებულ რეზოლუციებს, ასევე ანგარიშებს ფარატინა ფურცლებს უწოდებენ, თუმცა ამ ანგარიშების და რეზოლუციების მთავარი მოთხოვნა არის სანქციების დაწესება ბიძინა ივანიშვილის, როგორც თავად ამბობენ, რეჟიმის წინააღმდეგ და ივანიშვილის ხელისუფლების მაღალჩინოსნების წინააღმდეგ პასუხისმგებლობის დაწესებას ევროკავშირის აღმასრულებელ სტრუქტურებს თხოვენ. ევროპარლამენტის ამ რეზოლუციის შემდეგ ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა მეც გადაწყვეტილება უკვე მიიღო და ქართული ოცნების წინააღმდეგ სავიზო თუ ფინანსური სანქციები ამოქმედა. ახლა ქართული ოცნება ცდილობს საზოგადოება დაარწმუნოს, რომ სანქციები მათზე არ მოქმედებს, თუმცა ფაქტები სრულიად სხვა რამეზე მეტყველებს. ოპოზიცია პირდაპირ ამბობს, რომ სანქციები მუშაობს, ამიტომაც ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა აუცილებლად უნდა გააგრძელონ სასანქციო პოლიტიკა ბიძინა ივანიშვილის გუნდის წინააღმდეგ. მებრივია, რომ ასეთი რამეები ხდება, იმიტომ რომ ეს ადამიანები ქართული ოცნების გარშემო რამე იდეით კი არ არიან გაერთიანებულნი, რამე სახელმწიფო იდეის გარშემო. არა, მთავარი იდეოლოგია მათი არის ფული და ძალაუფლება და ეხლა ერთსაც და მეორესაც სერიოზული საფრთხე ემუქრება და ისინი ცდილობენ გადაარჩინონ თავისი ქონება. მთავარი ინტერესი მათი ეგ არის, არაფერი სხვა არ აინტერესებს. მათ მთავარი ამოცანა არის ქონდეთ მეტი ფული და მეტი ძალაუფლება. ის რომ პერსონალური სანქციები არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტი
ევროპის ხელში, რათა საქართველოს დემოკრატია გადარჩეს, ეს არის ფაქტი და ის რომ ეს პერსონალური სანქციები კიდევ უფრო მეტი იქნება იმ შემთხვევაში, თუ რეჟიმი გააგრძელებს საკუთარი ხალხის და ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლას, ესეც არის ცხადი. ივანიშვილის ბანდა ცდილობდა მთელი ამ პერიოდის მანძილზე შეექმნა მილიონერების მიერ მართული ღარიბული ქვეყანა, ასე ვთქვათ, ღარიბი ქვეყანა და ეს რა თქმა უნდა სამწუხარო რეალობაა, როდესაც მთელი რესურსი, რომელიც გროვდება საქართველოში, არის გადანაწილებული ამ ოჯახების მიერ და რა თქმა უნდა ამ ოჯახებს თავიანთი კეთილდღეობა ადარდებს, ყველაზე მეტად თავიანთი ვილები ადარდებს, ყველაზე მეტად თავიანთი თუნდაც ოჯახის წევრების საგანმანათლებლო მიზნით წასვლა უცხოეთში ადარდებს, ყველაზე მეტად. ეს განცხადება კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენებს, რომ ქართული ოცნების წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციები სინამდვილეში ძალიან კარგად მუშაობს, რაც არ უნდა ეცადოს ქართული ოცნება საჯარო კომუნიკაციაში ხალხს აჩვენოს თითქოს სანქციები არ აინტერესებს, სინამდვილეში ფაქტია, რომ მაგალითად კალაძის ცდილობა, რომ გადამალოს ევროპულ ბანკებში არსებული ფული, რომელიც თვითონ დაადასტურა, ასევე ირაკლი რუხაძის ცდილობა, რომ დამალოს თავისი საბანკო აქტივები, ქართული ოცნების სხვა წევრების ქმედებები და რა თქმა უნდა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ეს კონკრეტული განცხადება არის ნათელი ილუსტრაცია იმისა, რომ საერთაშორისო სანქციები ძალიან კარგად მუშაობს. ევროპული სანქციები მუშაობს, ამიტომაც ევროპარლამენტი აქტიურად მოუწოდებს ევროკავშირის აღმასრულებელ სტრუქტურებს სანქციები დაუწესონ. ბიძინა ივანიშვილის გუნდს, მათ ვინც პასუხისმგებელია საქართველოს დემოკრატიულ უკუსლოსა და ადამიანის უფლებების დარღვევაში, თავად ესპანელი ევროპარლამენტარი სანჩეს ამორი კი პირდაპირ ამბობს, რომ მას აქვს სარწმუნო ინფორმაცია ევროკომისიიდან და ასევე საგარეო უწყებებიდან, მისი კოლეგებიდან, რომ ქართულ ოცნებაში შეშფოთებულები არიან სანქციების გამო და ახლა გამოსავალს ეძებენ იმისთვის, რომ ევროპულ სანქციებს თავი დააღწიონ.